რა ფასეულობებს იძლევა ქსელური მარკეტინგი, რასაც ძირითადად სხვა სფეროებში ვერ შეხვდები. მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე კიდევ მარხის შემქმნელი ოთარ გიორგაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში მე მქონდა საუბარი ფულად ნაკადის კვადრანტებზე და ქსელური მარკეტინგის ადგილზე ამ კვადრანტებში. დღეს კი მე ვისაუბრებ 9 მნიშვნელოვან მომენტზე, რასაც იძლევა ქსელური მარკეტინგი. ქსელურ ბიზნესს შენ როდესაც იწყებ, მიდიხარ რომელიმე კომპანიაში და იქ გაქვს გარკვეული პროდუქტები და სერვისები, რითაც ბიზნესს აკეთებ. ეს ძირითადად არის ხოლმე ფიზიკური პროდუქტები და ესენი არის საკვები დანამატების მიმართ თანამედროვე მიდგომა ფუნქციური პროდუქტები. ფუნქციური პროდუქტები ორგანიზმზე მოქმედებს მრავალმხრივ სასარგებლოდ. და ეს პროდუქტები როგორც არის სასარგებლო პრევენციისთვის, ანუ მივიღოთ მანამდე პროდუქტების სანამ რაიმე სენი შეგვეყრება, აგრეთვე და უკვე დაავადებული ადამიანებისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ შედეგებსაც დებს. და როცა ასეთ სასარგებლო პროდუქტები გაქვს, რატომაც არა, პირველ რიგში შენ თავზე ცდი ამ ყველაფერს. იმიტომ რომ შენ ბიზნეს პროდუქტზე მოგიწევს საუბარი, პირველ რიგში გულწრფელი იყო შენ, პირველ რიგში შენ გქონდეს გამოყენებული. მე პირადად ასეთ პროდუქტებს მოვიხმარ, რადგან ყოველდღიურად ვიყო ენერგიულად, ჯანსაღად და მით უმეტეს დღევანდელობაში აუცილებელიც ყია. იმიტომ რომ ორგანიზმი შევავსოთ ნივთიერებებით, რადგან საკვებიდან საკმარის ვერ ვიღებთ. როცა ორგანიზმი სავსეა საჭირო ნივთიერებებით, ეს მეხმარება იმაში, რომ ჩემს საქმიანობაში ვიყო ეფექტური. პირველი და მნიშვნელოვანი, რასაც ქსელური მარკეტინგი იძლევა, ეს არის სწორედ ჯანმრთელობა, რაზეც ახლა ვისაუბრე. და რატომ არის ახლა ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ შენ თუ ჯანმრთელობა არ აგაქვს, შენი ფულით და ყველაფერით აზრს კარგავს. და ის სწორედ ქსელური მარკეტინგი გაძლევს საშუალებას თუ ჯანსაღად იცხოვრო. მეორე მომენტი, ეს არის მოგზაურობა. ამ ბიზნესის დახმარებით შენ უამრავი ქვეყნის მონახულება შეძლებ, რადგან ბიზნესის მშენებლობის პროცესი დატვირთულია ასეთი მომენტებით. მაგალითისთვის, ყოველწლიურად არის ხოლმე საერთაშორისო სასწავლო ღონისძიებები კომპანიის და ასეთ ღონისძიებაზე ვიყავი მე სწორედ მიუნხენში, რასაც ვქვია ძალიან მაგარი იყო, თან ეს იყო ჩემი ქვეყანა პირველი გასვლა და რომ არა ეს საქმე, არ ვიცი, ალბათ წლები კიდევ არსად არ წავიდოდი. აგრეთვე კომპანია აცხადებს ხოლმე პრომოუშენებს, სადაც არის ხოლმე ერთკვირიანი დასვენება მსოფლიოს სხვადასხვა ლოკაციებზე. შენ როცა თან აქ ბიზნესს აკეთებ, შენ სისტემაში ჩდებიან ადამიანები, რომლებიც არიან საზღვარგარეთ და ხანდახან მე მოგიწევს ხოლმე საქმიანი ვიზიტით ჩასვლა. აღარ ვიძახი ხოლმე ადგილობრივ გასვლებზე. მოკლედ, მოგზაურობა და კარგი დასვენებები არ მოგაკლდებათ. საზღვარგარეთ მოგზაურობას და თუნდაც ქვეყნის შიგნით სადმე დასასვენებლად გასვლას, თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონია. რადგან შენ როდესაც სადმე გადიხარ, შენ ტოვებ კომფორტის ზონას. შენს რეალობას ტოვებ ადგილზე და ამ დროს შენ გეძლევა საშუალება, რომ უკვე იფიქრო სხვა რაღაცეებზე და შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღო. მესამე მომენტი, ეს არის განათლება. განათლების საერთოდ ორი სახის გაგება არსებობს. ფორმალური, უნივერსიტეტი, სკოლა და ეს ცოდნა გადგება მხოლოდ იმაში, როცა შენ გიყვარს ის პროფესია, რაზეც სწავლობ და ნამდვილად მიყვები მას. და მეორე არის არაფორმალური განათლება. ქსელური მარკეტინგი სწორედ ასეთ განათლებას იძლევა. შენ გაძლევს ისეთ უნარ-ჩვევებს, რაც ნებისმიერ სფეროში გამოგადგება და აყალიბებს ეს საქმე პროფესიონალებს. ესაა რეალური მეწარმეული სკოლა. განათლებულია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რასაც აკეთებს იმ სფეროში აქვს ცოდნა, აქვს გამომუშავებული უნარ-ჩვევები, აქვს აგრეთვე თავისი ღირებულებები და საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება. განათლება არ არის ის სადმე ჩავაბარე. არსად ჩაბარება არაფერს არ წყვიტავს, თუ ადამიანი იმ ცოდნას არ იღებს, რაც მას სჭირდება. განათლება ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც როდესაც არ გაქვს, გაგიჭირდება რაღაცების გაკეთება. და ამას განმეორდები კიდევ, რომ უნივერსიტეტის და სკოლის სტატუსით არ წყდება შენ განათლებული ხარ თუ არა. და ამისთვის შემიძლია მოვიყვანო უამრავი ადამიანის ისტორია, მაგალითად, რომელსაც არ მიუღია ტრადიციული განათლება. დღეს რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, ბევრი ფული ცუდია, ფული ხელის ჭუჭყია, საბოლოო ჯამში მაინც მისი დახმარებით ვარსებობთ. შეძლო ადამიანი იძახდეს, რომ იცი რა, ჩემთვის არ არის თავარი ფული, მე რა საქმესაც ვაკეთებ, პირველ რიგში მე მომწონს და იმიტომ ვაკეთებ და არა მაქვს ამის თანხის მიზანი. რაც კარგია, მაგრამ ასეთი ადამიანები არიან ძალიან ცოტა. მაგრამ ზოგი არის ადამიანი, რომელიც ამას იძახის, მაგრამ მაინც იმისკენ გაურბის გონება, რომ როგორ გამოწუროს თავისი საქმიდან
ფული საიდანაც არ არის შესაძლებელი იმ დიდ შემოსავლებზე გასვლა. ამით რის თქმა მინდა, რომ ყველა ეძებს რაღაც მექანიზმს, რაც ამუშავებს თავის სასარგებლოდ, რომ დაუშვათ არ უნდა რომ იყოს სამსახურში და შემოსავლები მაინც გქონდეს. ქსელური მარკეტინგი გაძლევს საშუალებას, რომ აამუშაო მექანიზმი, რაც მოგცემს პასიურ შემოსავალს. პასიური შემოსავალი კი ფინანსურ თავისუფლებას, რითაც შენ აღარ იქნები ვინმეზე დამოკიდებული. ასე რომ მეოთხე მომენტი ეს არის პასიური შემოსავალი. ეს ბიზნესი შენს ცხოვრებას, სტილს, ყველაფერს ცვლის უკეთესობისკენ. ხარ ჯანმრთელი, მოგზაურო ბევრს, გაქვს განათლება, გაქვს შემოსავლები, შენი ოცნებების და მიზნების განხორციელება შეგიძლია. როცა ამ ყველაფერს ძირითადად სხვა სფეროები ვერ იძლევიან. სერიოზულ საინტერესო ხალხს ხვდები, რაც პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს, თუ რა ხალხში ტრიალებ. და კიდევ ბევრი მომენტი. ეს იყო მეხუთე, ცხოვრების ცვლილება. მეექვსე, რაც იძლევა ქსელური მარკეტინგი, ეს არის ლიდერობა. როცა არის სასწავლო სისტემა და არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ ლიდერების გამოზრდა. ლიდერობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რაც კი შეუძლია ადამიანს განავითაროს. ეს იქნება ბიზნესში, გუნდში, საზოგადოებასა თუ პირად ცხოვრებაში. ლიდერობა არ ნიშნავს უფროსობას, არამედ ლიდერობა არის პირველ რიგში გავლენა, თუ რამდენად შეგიძლია სხვების შთაგონება და მათ განვითარებაში დახმარება. ლიდერი არ ელოდება ვინმეს ქმედებას, არამედ ის პირველად გავს ნაბიჯებს. ლიდერობა ეს არის უსმენდე ადამიანებს და გესმოდეს მათი, რომ შეგეძლოს ზუსტ დროს მათი დახმარება და მათთვის ხელის გამართვა. როცა შენ ხარ ლიდერი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იცი პრინციპები, რაც ნებისმიერ სფეროში წარმატებას მოგაპოვებინებს. ლიდერობაზე მახსენდება ყოველთვის ეს ფრაზა: ლიდერი ქმნის ჯგუფებს და აი, დიადი ლიდერები კი ქმნიან ლიდერებს. ეს ჩემი ნათქვამი არ არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონის პროფესიონალებისგან ვიცი. ვიტყვი იმას, რომ ლიდერებად არ იბადებიან, არამედ ლიდერებად ყალიბდებიან სწორი გარემოს დახმარებით, რასაც გაძლევს ქსელური მარკეტინგი. მეშვიდე, ეს არის გუნდი. შენ თუ გინდა დიდ შედეგებს მიაღწიო და შემდეგ შეინარჩუნო, ნებისმიერ საქმეში შენ გჭირდება გუნდი. აქაც ასეა, შენ რომ დიდ შედეგებზე გახვიდე, შენ გჭირდება გუნდი. მაგრამ ქსელური მარკეტინგი უბრალოდ ჯგუფს არ გაქმევინებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ფულის ინტერესი. არამედ შენ ქმნი ისეთ გარემოცვას, რასაც შეგიძლია ოჯახი უწოდო და შენ სადაც წახვალ ისინი თან გამოყვებიან. და ასეთი გუნდების ჩემს გარშემო უამრავი მაგალითია. საერთოდ გამარჯვება არ არის ერთი კაცის შედეგი, არამედ ეს მიიღწევა ადამიანების გუნდური მუშაობით. მერვე, აღიარება. დეილ კარნეგის თავის წიგნში, როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორ მოახდინოთ გავლენა ადამიანებზე, აქვს მოყვანილი ესეთი ფრაზა: ადამიანში ძლიერი სურვილია გრძნობდეს საკუთარ მნიშვნელობას. ეს სურვილი თან დაყოლილია. როცა ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, ბუნებრივია გვაქვს სურვილი, რომ გვაღიარონ კიდეც და ნებისმიერ მომენტი შეგვიძლია ავიღოთ. ეს მომენტი შენ გაძლევს მეტ მოტივაციას და მეტ ენერგიას, რომ მეტი და მეტი გააკეთო. ეს ძალიან გეხმარება იმაშიც, რომ შენ თავში ყალიბდება გამარჯვებულის ფსიქოლოგია. ქსელურ მარკეტინგში, როცა შენ ახალ რანგებს აღწევ, შენ ადიხარ დიდ სცენაზე და გაქვს სახალხო აღიარება, რაც ძალიან მაგარია. და ესეთი რაღაცა ძირითადად სხვა სფეროებში არ არის ხოლმე. თან ეს მნიშვნელოვანი და საჭიროა და არ არის ეს რაიმე სახის განდიდების მანია. ეს არის შენი შრომისთვის დაფასება და ეს არის ლოგიკური შედეგი. მეცხრე, ყველაზე ღირებული და ფასდაუდებელი. ეს არის თავისუფლება. შენ შეიძლება მანამდე მოყვანილი თითოეულ მნიშვნელოვან პუნქტს ფლობდე, მაგრამ არ იყო თავისუფალი. მაგრამ თავისუფლების გარეშე მე ვფიქრობ, აზრი არ აქვს იმ პუნქტებს. ქსელური მარკეტინგი სწორედ იმის საშუალებას იძლევა, რომ შენ იყო თავისუფალი და შენ განაგებდე შენ ცხოვრებას და არანაირ სხვა ფაქტორზე არ იყო დამოკიდებული. სხვათა შორის მე როცა ჩემს YouTube-ის ლოგოზე და ბექგრაუნდზე ვფიქრობდი, დავფიქრდი, მეთქი რას იძლევა ქსელური მარკეტინგი და დავიწყე ჩამოთვლა. და სწორედ აი იმ 9 მნიშვნელოვან მომენტზე შევჩერდი. ვინც ტელეფონით უყურებთ ჩემს არხს, ბექგრაუნდზე სახელი network arch-ის უკან ჩანს 5 მომენტი, როგორც ლოგოში, აი ვინც კომპიუტერით უყურებს, მასთან 9-ვე ჩანს. ახლა რასაც მოусმინეთ, ვფიქრობ, რომ თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია თქვენთვის და ამის მისაღებად საკმარისია გადაწყვეტილება და დაწყება ამის შექმნის. დღეს ეს იყო, რაც ამ ვიდეოთი მინდოდა მეთქვა. შემდეგ ვიდეოდან
უკვე ახალ ფორმატს შემოვიტან კიდევ ჩემს YouTube არხზე. მადლობა ყურადღებისთვის, დაელოდეთ ჩემს ვიდეოებს, მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.